მოგესალმებით მეგობრებო, ახალ ვიდეოში თქვენთან არის სანდრო და თქვენ დღეს ამ ვიდეოში ნახავთ უბრალოდ კომპიუტერულ თამაშს. გეტყვით რატო არის აწეული მანქანა და რატო არის მოხსნილი დისკი. საბურავები არის ესეთ მდგომარეობა, შესაბურავები თქვენთან ერთად შევცვალეთ და ზოგადად რა საბურავების შემიცვლა რაც ეს მანქანა ყავს. აბსოლუტურად ყველა მიდევს YouTube-ზე და არის ესეთ მდგომარეობაში. ჯერჯერობით ძაფები არ ჩანს და ანუ არც ისეთი ცუდი მდგომარეობა არ არის. უბრალოდ არის ზე მეტი ძალა ადგება ამით არის აქეთ და მეორე საბურავს რაც შეეხება კიდე თითქმის იგივე მდგომარეობაში არის როგორც აქამდე იყო და ეხლა ამ საბურავს გადავიტან მარჯვენა მხარეს და კარგ საბურავს მარცხნივ დავაყენებ. ეს ეხლა ცოტაში დიდად აღარ წავა და თითქმის ის მდგომარეობა დარჩება და რაც ამან მასრიალა რამდენი ხანიც გამიკაჩა თითქმის იგივე ხანი ეხლა იმ საბურავს მოვიხმარებ ასე ვთქვათ და ამას კიდე ასე ვთქვათ შედარებით შევინახავ რა რო აღარ შევცვალოთ ყოველად. ეხლა რეცხავ და სიახლის რაღაცებზე მოგიყვებით ცოტა ხანში. ძალიან მაგარი სიახლით GoPro Hero 10 Black-ი. ხო და მოკლედ გელოდებათ ძალიან მაგარი კონტენტი. სახლის პირობებში უკეთებთ იმ წმენდას. ესეც შედეგი. აი რა ძრავში ჩაგახედებთ. გამოიყურება ეს. ხაც მეგო მივდივართ საბურავების დასათრევად. უნდა დავაყენო ზამთრის საბურავი მოკლედ. ეს არის 7 დეკემბერი. ამას წინებზეც მotova, ეხა კადრი იქნება. და დიდ თოლში არ წავედი სპეციალურად, იმიტომ რომ საბურავი არ მქონდა. კაი საბურავი თუ არ გაქვს, ღია ხიდი არც დაგიბლოკავს, სადღაც უეჭველი ვერ ახვალ დაგაცულებს და რავი 600 ლარი ხარჯს მოკლედ გაგიხდის მე 6000-იან ხარჯად. და ჭველი მოკლედ დასათრევი არის საბურავები და ეხლა დავითრევ და მაგ ყველაფერს გადავიდე, რა ის გადაჭიმოა და ასე შემდეგ, როგორც ხდება ხოლმე. ესე 2.46 რო მოძრაო და თან ყურადღებას ვიქცევთ. მე უკვე ჩაგერთებით უკვე ვულკანიზაცია. 1000-დან სავარაუდოდ. სველია? უკაში.
ესეთი მდგომარეობაშია. ესეთი მდგომარეობა თითი ჩადის. მაგაც და აქაც. პროტექტორები კაი ეწეს თივლის. 4-ვე ისე გადავაწყობთ და გადავჭიქოთ. წავით ახლა მანქანას და გადმოვაწყობთ მოკლედ დისკს საბურავს. აგათი გასრიალეთ. საბურავს მოისვა მოკლედ და ეხა იწყება სამწუხარო. კონტინენტალი და სად არის ფიფქები? აი ყველა რომ მეუნება დაწითო მოვადრო და ესე დაიწევა. ესეც უკანა საბურავები. ჩასავე. რა ისეთ პონჩი რა. ზეცად შევცვლი, მაგის ვიდეოსაც გადავიღებ და მანქანა მზად იქნება უკვე თოვლისთვის და თოვლში სრიალისთვის და ყველანაირად დასაუბრები ვიქნებით. აი არ ვიცი ვიდეოში შანს თუ არა მეგობრებო, მოკლედ დაიწყო თოვს, საღამოს ეცი საკაიფოდ დადებს უკვე და ეხლა მივდივარ, როგორც გითხარით, საბურავების დაყენების დროს ზეთი შესასვლელად მზად იყოს და ხუთში და ასევე პატარა სიურპრიზი უნდა გავუკეთო ჩემ თავსაც და ჩემ გამომწერებსაც. და უკეთესი ხარისხისთვის მოკლედ უნდა შევცვალოთ მობილური და მაგ ყველაფერს ეხლა იხილავთ ნიკა გველოდები ხა ჩვენი ძმა შევხვდებით მაგას და გავეშვებით საქმეებზე და დანარჩენი უკვე ნელა ჩაგერთვებით. მოკლედ ესეთ სიახლეს გეტყვით წინა ვიდეო თუ წინის წინა ვისაც ნახი ქონეთ მოკლედ ზეთი რო შევცვალე. მან თქვი ესეთი რაღაც რა, რომ მოკლედ მანქანა გაიარა 3800 კილომეტრით ხო და ზეთმა დაიკლო მეთქი და მე ნიკუშამ ჩვენო ძმამ ეხა ვიცი იღებს აგერ ჩვენი ოპერატორი ესეთი რაღაც მითხრა რომ ჩემ მანქანა ის იგივენაირად მეგონა ანუ ეს მანქანა არის მილებზე მოკლედ და ზეთი შესვათ რომ მიწენენ კილომეტრებს მიწენენ რეალურად მილებზე და მილი ყველამ ვიცით ხარ რომ მეტი არის და 4800 კილომეტრი რო გადავიან განიშე იყო მეგობრებო 6200 კილომეტრი და წარმოვიდეთ როგორ აგრესიულ გამოყენებით 4000 მილი ხო 4800 მილი ხო თუ არა 3800 მილი კაიგე 3800 მილი იყო ზუსტად გამოვიდა 6200 კილომეტრი ხო და ანუ ეს აგრესიულად და ეგეთი გამოყენებით მოკლედ 6200 კილომეტრი გაიარა რეალურად 5-ზე უცვლი ზეც დაჟე უფრო ნაკლებზე მე მეგონა ვაფშე 3-ზე უცვლიდი ან 4-ზე უცვლიდი აქამდე ხო და გადაცდა რა მოკლედ და მე დაიკლო და ეგ ნორმალური კი არ არის საოცრება რა ვიცი აღო ამ ზეთსაც ვაფშე შეელს ამ ხილა ტემპერატურებს და ამ ხილა გაწურვას და ასე შემდეგ რო უძლებს და კიდე საღოლ რავი ამ ძრავს ძალიან მაგარი ძრავი გამოდგა მოკლედ ხო და ეხლაც ანალოგიურად 4800 კილომეტრი მქონდა დაახლოებით 2-3 კვირის უკან და ეხა 5-ზე მეც უეჭველი გავივლიდი და მაგან იმიტომ დამაეჭვა რომ ზეთმა მოკლედ სადღაც 200 გრამი დაიმატა რა მაგრამ მაგრა ვიღო ბაგაზავე ვასრიალე ეხა ტრაკ ნახავთ ეხა ვიდეოებს როგორ გამოყენებით მოხდა მოკლედ ეს კლება და ნუ არაფერი არ არის რა 5-ზე მაინც ისაც ეს და ასეც უცვლი და ეხა მივდივარ ზეთი შეესვათ წინა ვიდეოში როგორც გითხარით და ყველა ვარიანტი გვჭირდება მოკლედ ახალი ზეთი იმიტომ რომ აი ამით შეხედეთ უკვე ნელა თოვლსაც იწყებს და დაჟე თუ მოთოვს დღეს ვაპირებ თოვლში წასვლასაც აგერ არის ბრატზუმერი და ეხა მოვედით მაღაზიაში მოკლედ უნდა შევიძინოთ iPhone 16 Pro
გილოცავ წინასწარ. და მაგ ყველაფერსაც გადავიდე. აქ გავაჩერებარი ხოში. მანქანა არა შეერებელი. რავი, ნახოთ ხა მოკლედ როგორ განვითარდება მოვლენები რა და როგორ იქნება. ეხა მობილური ავიღოთ რომ უკეთესი ხარისხით შემოგთავაზოთ. ეხა არანაკლებ ხარისხი არის, აგერ ნიკუშას ტელეფონით ვიღებთ. სხვათა შორის ნიკასაც აქ რო გავაჩერებ დროებით რა უჩის. დააჯარიმე ვერ თო? კი. უჯველი? კი. ვიგები გამოვწე. სად გაიჩი? აი იქ. სად ბიჭო? აი იქ და სადმე იქნება გასჩერებელი. გამოდის ერთი. ეს შედის, მაგრამ მეორე წინჯები გამოდის. ის ფილიალში არ ქონათ შავი ფერი და სხვა ფერი არ მინდა და ეხლა გადავდივართ City Mall-ში და იქ შევიწეთ. გამახტიუროთ? დი, რა ვშავ. რა დეფექტი არ ქონდეს. მოკლედ მეგობრებო, შევიძინეთ და გეტყვით იმას, რომ ვიდეოები ბევრად დაიხვეწება, აგერ 4K 120 FPS-ში იღებს ეს მობილური და ამ მობილურით შევძლებთ უკვე ლოგების გადაღებას და მონტაჟებას და ვერათ უკეთესი ხარისხი იქნება და რაც შეეხება კიდე ამ მობილურს, აგერ ჩემი მანქანაც, მადლობა მოუხადოთ ყველამ ერთად, იმიტომ რომ ვაფშე ყველას უყვირდა iPhone 11-ით ესეთ ხარისხს როგორ დებოდა, იმიტომ რომ 4K-ში ვდები ყოველთვის ჩემი ვიდეოები, ვისაც ნანახი გაქვთ, იცით რომ 4K-ში არის ყველა ოფში დადებული და არის უბრალოდ 11%, არის უბრალოდ 11 გადაღებული და აქვე არის დამონტაჟებული. და წარმოიდგინეთ ხა რამხელა სხვაობით უკეთესი ხარისხი უნდა წამოვიდეს. შევიზინეთ მოკლედ 15 Pro არის ჩაულებრივ შავი ფერის, 16 კი არა და 16. ხო და ასევე რავი ადაპტერი და ყველაფერი აქ არის. დავით ხა ზეთი შევცვალოთ. წავედით. ეხლა მოკლედ შევიძინეთ სეთი. ახლობით 4 თვის წინ თუ 5 თვის წინ მაქსიმუმ შევცვალე და უკვე 5-ზე მეტი გავიარეთ. და სადღაცა 5500 მექნება სავარაუდოდ გავლილი. ეხლა აქვე შევცვლით და 7 ვიქნებით უკვე შეგვიძლია თოვლისთვის ვიყოთ ბოლომდე ხოთზე. ესეც ჩვენი ნაქები შელი და მანის ფილტრი კიდე სხვა ფილტრს არ ვაყენებ რომ იცოდეთ ეს არის ორიგინალი გერმანული ზეთი კი არა და ფილტრი ზე მეტი ამოვიდა 6 ნახევარ ჩავასხავ ხოლმე 7 ვასხავ ხოლმე და ბევრია რავი ჩაუშვათ 7-ვე და ეხლა ამოვიდა 7 და რაღაცო რა გონით ყუილა დავამატე და ისიც არ დაუკლია კაუჩი 5 ისე გადის რომ ეს მანქანა ზეც არ იკლებს ძმებო Hi მეგობრებო, ისტორია და Instagram-ზე გამოგვიწერეთ. აი გაზეა. ეხლა თან ხელით რა შევძელი მაქსიმალურ სტაბილიზაციას გავუკეთე რა. აკეთე მოყვები და შო. ეხლა მე დაიწყე. პრაქტიკულად ძალიან. ეს აი აქ უკვე ახლა ძალიან და ეს სამშობლოა. აი აქ ვაფშე აქ მეთქი მართლა ეს მეტის მედია. აი ეს უფრო გაიგო. ეს ბიჭი და
ვისაც მოგეწონათ მეგობრებო ეს კადრები, ვიდეო კამერით გადაღებული, პროფესიონალურ დონეზე არის შესრულებული და ვისაც სურვილი გაქვთ თქვენც რომ ესეთი ვიდეო გადავიღოთ, აღწერაში იქნება მოკლედ ამ ადამიანის ლინკი ინსტაგრამის, მიწერეთ და ფასზე და უკვე თქვენ შედახოთ. ეს ვიდეოს დასასრულს მიუახლოვდა. სიახლეები უკვე ყველაფერი გაჩვენეთ, გითხარით, გეტყვით იმას, რომ ყველანაირად თუ ეცდები, რომ უფრო ხშირად გადავიხმო ვიდეოები და ეგრეც იქნება და ეხლა ვიდეოს ბოლოს პატარა ნამიოკი და პატარა კიდევ ერთი სურპრიზი მაქვს თქვენთვის და ჩემი გამომწერებისთვის მოკლედ. და ნუ ახალი პატარა კონტენტი უნდა შემოგთავაზოთ, ეხლა უბრალოდ ნამიოკს გაჩვენებთ და შემდეგ ვიდეოში, ან იმის შემდეგში ზუსტად არ ვიცი, უკვე ნახავთ ამ სიახლეზე. მოკლედ ესეთი რაღაცა. შევიძინეთ კიდევ ერთი მანქანა, ავტომობილი და პატარა ეხლა პირდაპირ ნამიოქს გეტყვით, არც სედანი არ არის, არც რაღაც კუპი არ არის და არ ვაჩენ ვიდეოში, ინსტაგრამზე რაღაცები მიდევს, მაგრამ ვისაც ნახე აქვს ჯობია რომ არ ნახოთ. სპეციალურად ჯერჯერობით არ გამიფორმებია ეს ავტომობილი და შემდეგ ვიდეოს, როდესაც იქნება უბრალოდ არ ვიცი, ახლა მომავალში დავიწყებ პირდაპირ რუსთავიდან და შემოგთავაზებთ იქიდან ამ მანქანაზე პატარა ვიდეოს. და ნუ მე სიახლეებს და ყველაფერს დაელოდით. მადლობა მოკლედ ვინც გაძელით და ბოლომდე უყურეთ. შემდეგ ვიდეომდე.